შენ ვერ დაიკლებ წონაში, თუ არ გააცნობიერებ ამ ერთ სერიოზულ შეცდომას, რომელსაც ადამიანების 90% უშვებს. დაფიქრებულ ხარ, რატომ გიჭირს წონის დაკლება? ან იკლებ, მაგრამ ამით ჯანმრთელობას ძალიან დიდ დარტყმას აყენებ. 2025 წლის ნახევარი მიიწურა. მორჩა შენი მიზეზების სერია. ახლა დროა გადახვიდე მოქმედებაზე და შეცვალო შენი ცხოვრება. ამას შენს მაგივრად არავინ არ გააკეთებს. არავინ არ მოვა და არ გამოგირთავს ტელევიზორს. არავინ არ გაგიმზადებს სადილს. არავინ არ ივარჯიშებს შენს მაგივრად. ეს შენ თვითონ უნდა გააკეთო. სხვა შემთხვევაში მომავალ წელსაც იქ იქნები, სადაც ახლა ხარ. ის რაც შენს ორგანიზმს რეალურად აზიანებს, ხშირად შენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. დონატი, შაურმა, ბურგერი, გაზიანი სასმელი და სხვა არაჯანსაღი საკვები. ყველაფერი იწყება იმით, თუ რაზე აკეთებ არჩევანს. აწმყოში თმობ რაღაცას, იმისათვის რომ მიაღწიო იმას, რაც გინდა, თუ უარს არ ამბობ მოკლევადიან სიამოვნებაზე და შემდეგ ნანობ შენს აქციელს. ნუ მოიქცევი ისე, როგორც ამას პერფექციონისტები აკეთებენ. და თუ ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებ, უარი არ თქვა შენს მიზანზე. გქონია ასე, როცა ვარჯიშობ, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებ. პრობლემა მარტივად ამოსაცნობია. შენ არ ცვლის ცხოვრების წესს. თუ ჯერ კიდევ არ გინახავს ჩემს პროფილზე აპინული ვიდეო, მინდა გითხრა, რომ ძალიან ბევრს კარგავ. რადგან ეს არის ის შანსი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამაზო. მერე რომ არ თქვა, აუ ჩემი ეს რა გავმაზეო, ახლავე გადადი ჩემს პროფილზე და ნახე აი ეს ვიდეო.